ძალიან ძნელი იქნება წარმოუდგენლად რთული ხო სერიაში. და პირველი ქულების აღებას, მაგრამ დაცვაში ითამაშეს კარგად სტუმრებმა, ჯენჯარაძე და დაწინაურდნენ. დღესაც ესეთი სურათია, ჯერ იწყებს კარგად ბათუმი. ათითორი ანგა. ბოლო 4 წელიწადში ქუთაისის 3-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. რეალურად ჩატევაში გულს ორი ქულა აქვს ხო აღებული ისორი აიღეს ჯარიმები დაგვწევთ. ლომიძის სამიანი ჩავარდა. ლომიძე ჯორჯორობით ძალიან კარგია. 50 ქულიანი არ ყოფილა. ხო. იქაც იყო იცი მომენტები. აი ბოიკინო ჩააგდა. 3 ქულიანი. ლობერიძე. და ჩავარდა. მესამე ესეთი ეპიზოდი 20 პერიმეტრიდან აი ამოდის ბუთები. აბა ოჩხიკიძე რას იზავს? გუნიემი. კარგი იყო აქ ბოიკინი. ბრავო ბოიკინი, ბრავო დარბა. ტომასი, ოჩხიკიძე სამიანი გაუშვა ოჩხიკიძემ და ჩააგდო. ჩავარდები და ორივე გუნდი ძალიან ცუდად ესწრეს. ქუთაისი ვერც მეორე ტაიმში ჩაერთო როგორც ჩანს. ტომასი კარგი გათამაშება ლომიძე. ლომიძე სამიანი ლომიძის ბრავო. რაუნინგი ბურთით. სამიანი ჩააგდო. ხო. ნუ შედარებითია ყველაფერი ხო დღევანდელი დღიდან გამომდინარე. მესამე სამფულია. ჯინჭარაძე. ბერეკაშვილი. ჩააგდო ბერეკაშვილი თალიყავ ქუთაისის ჩამოწერა არასდროს არ შეიძლება. ჯინჭარაძე. სად გაბრუნდა ქუთაისი ბატონო? ლომიძე უნდა ჩააგდო ჭირდება. საჭირო დრო. საწესოთები ქუთაისი. ამ საპირისპირეთ ძალიან კაკინი რაუნინგი ვაუ ბოიკინი და 3 ქულას ხოობა ჩვენში სამიანი გაუშვა რაუნინგმა არ ჩავარდა თუმცა ბერეკაშვილი ოჩხიკიძის სამიანი რომელიც ასევე ზუსტია და ჩააგდო ანგარიში 90-82 ერთ-ერთი ანგარიში სერიაში მადლობას გიხდით ყურადღებისთვის ძალიან კარგი საინტერესო